ეროვნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელეს. სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური სამსახურის განცხადებით ბოლო შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავების 7 ახალი, ხოლო უკანონო ბორდერიზაციის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყობის ცნობით ვეუკანონო დაკავებებს ადგილი ჰქონდა ქარელის, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში. ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 11 მოქალაქე რჩება. მოვითხოვეთ განახლებული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მივიღეთ. დღეისათვის, როგორც მოგახსენეთ, უკანონო პატიმრობაში რჩება 10, მე დილას განვაცხადეთ 11, მაგრამ გვითხრეს შეხვედრაზე, რომ ერთმა დატოვა ეგრეთ წოდებული საპატიმრო და მან სურვილი გამოხატა, რომ იცხოვროს ცხინვალში, ამიტომ იგი თავისუფლად გადაადგილდება. რაც შეეხება ჩვენს 10 თანამოქალაქეს, მიდის გარკვეული კონსულტაციები, მე არ მინდა დავასახელო კონკრეტული სახელები და გვარები, იქ შეიცვალა რაღაც გარემოებები და ინტენსიურად მუშაობთ, რათა ისინი რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში. გარდა ამისა, შევეხეთ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, რაც დაფიქსირდა საანგარიშო პერიოდში, სამწუხაროდ ამასთან მიმართებით პოზიცია მონაწილეების მხრიდან, ცხინვალიდან და ასევე რუსეთის ფედერაციიდან არის უცვლელი, თუმცა თითოეული შემთხვევა გავიარეთ დეტალებში და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიცია ამგვარი დესტრუქციული ქმედების მიუღებლობის შესახებ. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ჰუმანიტარულ საკითხებზე. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი ელემენტი არის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა და დღეს ეგრეთ წოდებული გადასასვლელები ფუნქციონირებენ მხოლოდ ნაწილობრივ და ისიც ყველას არ აქვს უფლება ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გაჟღერდა პოზიცია, რომ აღნიშნული გადასასვლელები უნდა ფუნქციონირებდნენ პერმანენტულად და გარდა ამისა თავისუფალი გადაადგილებით სარგებლობის უფლება არ უნდა იყოს ექსკლუზივი ცალკეული პირებისათვის, არამედ უნდა იყოს იგი ყველასათვის.